გამარჯობა თევზებო, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს გაშლაზე თევზებო. მოდით დავუკავშირდეთ თქვენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. არ დაგავიწყდით აიღოთ ის, რაც რეზონირებს და ასევე გაითვალისწინოთ თქვენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ისინი ავსებენ ამ მთავარ გზავნილს. თქვენს გაშლას ენერგიის ორაკულით დავიწყებ. მინდა ვიცოდე, რა ენერგია გახლავთ თან, რას ამბობენ თქვენი მეგზურები, რა ნიშანს გიგზავნიან თევზებო. ეს ნიშანი გვეუბნება, რომ ამ მომენტში თავს შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებების წინაშე გრძნობდე. ფიშის არ მგონია, რომ ყველაფერი ისე იყოს ჩახლართული ან შეკრული, როგორც ამ ფიგურაზეა გამოსახული. რა შეიძლება იყოს ის, რაც გზას გიჭერს და გაზღუდავს? დაფიქრდი, რა არის ის, რაც ხელს გიშლის წინსვლაში და გაფერხებს? ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ რამეს ცვლის. ბევრი რამ შეიძლება უკავშირდებოდეს აზროვნებას, უფრო კონკრეტულად კი მენტალურ მდგომარეობას. თევზებო, შესაძლოა ეს შეზღუდულობის ან შებოჭილობის განცდა თქვენს საკუთარ ფიქრებიდან მოდიოდეს და არა იმდენად იმისგან, რაც თქვენს გარეთ ხდება. მაგრამ ეს კარტი ასევე გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული ხედვა ამ დღეებში განსხვავებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამ ბლოკირებამ ან კვანძმა თევზებო იპოვოს მისი გახსნის გზა, ასე ვთქვათ, რადგან აქ ინგლისური ინტერპრეტაცია პირდაპირ ამბობს all tied up. ეს იმის ნიშანი ან მაჩვენებელია, რომ ტექნიკურად უკვე შეგიძლია ამ ყველაფრისგან გათავისუფლდე, არა? თითქოს შენ უკვე გამოხვედი ამ მდგომარეობიდან და უფრო მაღალ საფეხურზე გადადიხარ, რაც ნამდვილად კარგი წინაპირობაა შენი შემდგომი განვითარებისთვის. იქნება ეს მენტალური თუ ქცევითი, არა? თქვენ თავისუფლდებით ამისგან. ანუ თუნდაც ემოციური ქცევები ან რაღაც რისი მართვაც ძალიან გიჭირთ, რადგან სიტყვასიტყვით გირთულდებათ. ამიტომ კარგია. თითქოს ძაბს ქაჩავთ და პოულობთ იმ ბოლოს, რომელიც აკლია, რათა ბურთი გარკვეული აზრით ისევ გასწორდეს. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღება იმის მკაფიო ნიშანია, რომ ის საკითხები, რაც აქამდე გაწუხებდათ და თითქოს გაჭედილი იყო, ახლა უკვე ნელა ლაგდება თავის ადგილს პოულობს და ჰარმონიულად იწყებს მოწესრიგებას თქვენს ცხოვრებაში. რომ ის დრამა ან პრობლემა თქვენს გარშემო, რაც ხელს გიშლიდა წინსვლაში, იშლება დნება. თქვენ პოულობთ, როგორც გითხარით, გზას, თქვენ პოულობთ ხერხს. თუ ეს რაღაც პირადი საქმეა, არა, რაც თქვენ ამბობთ, კარგი, მე შემიძლია ამის გამბლოკვა. მაგრამ თუ ეს გარედან მოდის, რომ ჩვენ ველოდებით კონტრაქტის ხელმოწერას, ველოდებით შეთანხმების მიღწევას, მიუხედავად იმისა, რაც შეიძლება აფერხებდეს საქმეს და რაც თქვენთვის პირობითია, რაც შეზღუდვებად იგრძნობა. შეიძლება ჩანდეს, რა თქმა უნდა, რომ თქვენ გაქვთ ეს განცდა, ყველაფერი ცუდად გამომდის, ყველაფერი მგვიანდება, ყველაფერი ასე მემართება, ყველაფერი წყდება ან იჭედება, რა? კარგი, მე ვგრძნობ, რომ მომდევნო დღეებში, ამ 5 დღის განმავლობაში, 5-იანი ნუმეროლოგიაში და 23 ამ კარტზე, მეუბნება, რომ თქვენ იღებთ ინსტრუქციებს ან თავისუფლდებით ამისგან. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ იმის მიმართაც, რაც ტექნიკურად გვჭირდება, რათა გავთავისუფლდეთ ამისგან, აზრებიდან, შაბლონებიდან, ან ქცევებიდან, ისევე როგორც მზად ყოფნა იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ გათავისუფლებულად ამ საკითხისგან, რომელიც კონკრეტულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ასე რომ შესაძლოა იყოს სიახლეები ამასთან დაკავშირებით ან პიროვნული ცვლილებები, რომლებსაც თევზები გადაწყვეტენ. მოდით ვნახოთ, რა სურთ ახლა ანგელოზებს გითხრან. ეს ყოველთვის ზოგადი გაშლებია. შეიძლება გსურთ თქვენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა და ჩემთან პირადი გაშლის გაკეთება. ამისათვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ვებგვერდს, სადაც აირჩევთ თქვენს გაშლას. ასევე გაქვთ მისამართი აქ, არა? მისამართი ვიდეოში, მაგრამ ასევე გაქვთ დამაგრებული კომენტარი თქვენს ნიშანთან, რომელიც პირდაპირ გვერდზე გადაგიყვანთ. კარგი, თევზებო, ვნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მეუბნება, რომ გაქვთ დაცვა, გაქვთ სიბრძნე და ინტელექტი. თქვენ არ ხართ, თუნდაც თქვენ ასეთი შთაბეჭდილება გექვნათ, არა? თქვენ მარტო არ ხართ ამაში. არც დაკარგული ხართ, თითქოს გამოსავალი არ გქონდეთ. თქვენ ნამდვილად გაქვთ გამოსავალი. ნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები, რის თქმას ცდილობენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან რამე, რაც უნდათ გვამცნოთ. კარგი, ძალა strength. ხედავთ? ძალა, რომელიც გჭირდებოდათ. რა საინტერესოა ეს? ძალა, რომელიც გჭირდებოდათ გასაგრძელებლად. კარგი ინტელექტის და სიმტკიცის საჩვენებლად ამ სიტუაციის წინაშე. იმისათვის, რომ არ მიუდგეთ ამას უგუნურად, არ მიუდგეთ ინსტინქტურად, რადგან ჩვენ გვინდა ამისგან, იქნება ეს პირადი თუ გარე, გვინდა პოზიტიური შედეგი და როდითხანს გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენ ვერ წავალთ კონფლიქტზე, ვერ წავალთ უგუნურად,
რადგან შესაძლოა მივიღოთ მყისიერი შედეგი, მაგრამ ის არც საიმედო იქნება, არც სტაბილური და არ მოგცემს იმაზე მეტ სარგებელს, ვიდრე გვჭირდება, ან ვიდრე უნდა გქონდეს თუ ვიმოქმედებთ სიმტკიცით, თუ ვიმოქმედებთ თანაგრძნობით, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ, თუ ეს პირადი საკითხია, მაგრამ ასევე სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც შეიძლება ცდილობდნენ დაგვეხმაროთ ამ გამბლოკვის დასრულებაში, იქნება ეს სამუშაო საკითხი, ეკონომიკური საკითხი, წყვილის საკითხი, ან თუნდაც რამე იურიდიული, არა? რადგან შესაძლოა არსებობდეს დოკუმენტები ან სხვა სახის საკითხები, რომლებიც სცილდება ჩვენს რეალობას, ანუ ჩვენს პასუხისმგებლობას. ასე რომ კარგი ეს არის მომენტი, სადაც ძალა ამბობს, კარგი უნდა გამოავლინოთ მოთმინება და კეთილგანწყობა მთელ ამ საკითხში, მაგრამ ასევე ნდობა საკუთარი თავის მიმართ, რათა არ დანებდეთ იმ გართულების წინაშე, სადაც თევზები თავს ჩარჩენილად გრძნობენ. კარგი ღირებული ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, ასევე აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც გეუბნებით. შესაძლოა იმის მიზეზი, რომ ეს გამბლოკილიყო. იყოს ეს ამბავი, არა? ეს ინფორმაცია, რომელიც აქტუალურია, ჭეშმარიტია და ასევე საჭიროა. მაგრამ გარდა ამისა, ის ასევე მეუბნება, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დოკუმენტებთან, კავშირშია ქაღალდებთან, კავშირშია ხელმოწერებთან, კონტრაქტებთან. ერთადერთი, რასაც გეუბნებათ, არის იყოთ ფრთხილად იმასთან, რაც შეიძლება იყოს წვრილი შრიფტით დაწერილი, იმასთან, რაც შეიძლება იყოს ისეთი რამ, რასაც თქვენივე ინტუიცია გეუბნებათ. ამას წავიკითხავ რამდენჯერმე, ორჯერ მაინც ხელმოწერამდე. არა იმიტომ, რომ ვინმეს თქვენი მოტყუება სურს. შორს არის ეს აზრი, არამედ იმიტომ, რომ ასე იქნებით შვიდად, რომ ტრანზაქცია, ოპერაცია კარგად არის შესრულებული ყველა მხარისთვის, მაგრამ თქვენ არ დაზარალდებით. უფრო მეტიც ინფორმაციაც, არა? ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გქონდეთ ვინმესგან, ვინც თქვენთვის ძალიან ღირებულია, ჭეშმარიტია, მაგრამ ამ ყველაფრისთვის, ისევე როგორც ინფორმაციისთვის, ასევე იმისთვის, რომ თქვენ შეაგროვოთ მოსახერხებელი ინფორმაცია ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. როგორც ის, რაც უნდა იცოდეთ ან გამოიკვლიოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომა ამ მოლაპარაკებებში ან კონტრაქტში. ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, რომ თქვენ იყოთ ფხიზლად. არა? იყოთ ენერგიით სავსე, რათა არ გამოგჩეთ არც ერთი დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ ამის განხორციელებაში. არა მხოლოდ განსაზღვრულობა და ნებისყოფა, რომ შეინარჩუნოთ ეს პოზიცია, არამედ ასევე იყოთ ფხიზლად, რათა მიიღოთ ნებისმიერი გარე ნიშანი, რომელიც შეიძლება თავად მიიღოთ და რომელიც დაგეხმარებათ ამ სიტუაციაში, არა? ასე რომ, ესეც საინტერესოა. ყველაფერი, რაც მოდის ხმლების პლაჟისგან Page of Swords, ღირებულია. ყველაფერი, რაც მოდის თქვენი ინტელექტიდან, თქვენი განჯიდან და ლოგიკიდან, რათა მოქმედებდეთ შესაბამისად იმის წინაშე, რაც შეიძლება იყოს ნიშნების პასუხი, როგორც ინფორმაცია, ყოველთვის ასევე იქნება ჭეშმარიტი. თქვენ გთხოვენ გარკვეულ გამჭრიახობას და თუ ვინმესთან უნდა ისაუბროთ, იყავით პირდაპირი. იტრიალებთ ირგვლივ, რადგან ის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, ასევე პირდაპირია. არ დაიწყებენ ირგვლივ ტრიალს, გეტყვიან სათქმელს ისე, როგორც არის ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ თასებისვრიანი Eight of Cups და თასებისვრიანი არის კარტი, რომელიც ასევე ეუბნება თევზებს, რომ ის რაც შეიძლება ზღუდავდეს, რაც შეიძლება გბორკავდეთ, დაკავშირებულია რაღაცასთან, რასაც ეწინააღმდეგებით. თქვენაც ცნობიერებთ ამას, მაგრამ ეს უკვე აღარ გავსებთ, აღარ გაკმაყოფილებთ. და კარგი, ამისგან გათავისუფლება ასევე დაკავშირებულია ბედნიერების ძიებასთან, არა? და დადგა მომენტი, როდესაც გარკვეული აზრით აცნობიერებთ ამას და ხვდებით, რომ უნდა ეძებოთ გამოსავალი ამ ჭაობიდან, გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომელიც გბორკავთ. რადგან თქვენ უკვე აცნობიერებთ, რომ ცხოვრება გმართებთ რაღაც უკეთეს. და გელოდებათ რაღაც უკეთესი მეორე მხარეს, ამ სიტუაციის მეორე მხარეს. ამიტომ ვფიქრობ, იმის გაკეთება, რასაც თევზები თვლიან სწორად, არის ის, რაც ძალიან დაეხმარება მათ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაში. და ნებისყოფა, რადგან თასებისვრიანი არის ნება იმისა, რაც შეიძლება იყოს საჭიროება იპოვო ის, რაც აკმაყოფილებს, რაც ბედნიერს ხდის თევზებს. ის, რაც ავსებს თევზებს, ის, რაც ესმით, რომ საბოლოოდ იმსახურებენ. და არ იმსახურებენ აბსოლუტურ ბედნიერებაზე ნაკლებს, ვალდებულებას ადამიანთან, სტაბილურ სამუშაოს, რომელიც დაუფასდებათ, სადაც თავს იგრძნობენ გაძლიერებულად, სადაც შეუძლიათ იყვნენ სასარგებლოები. რადგან ასევე ხმლების პაჟი არის კარტი, რომელიც ბევრს გვესაუბრება იმ ნიჭის სარგებლიანობაზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, არა? ამიტომ ეს შეიძლება იყოს მომენტი ან ნიშანი იმისა, რომ
სრულდება გარკვეული შეზღუდვების სამუშაო სფეროში ან იმაში, რითაც დაკავებული ხართ, რათა შეძლოთ სხვაგან განვითარება, უკეთეს პირობებში და სხვა რეალობაში, სხვა კონტექსტში, ან იხსნება შესაძლებლობების კარი, რომელიც თქვენთვის ძალიან მაცდური და ძალიან საინტერესოა. და იქ ნამდვილად თავს გრძნობთ კმაყოფილად, ძალიან კმაყოფილად იმ გადაწყვეტილების გამო, რომელსაც იღებთ სხვა რამეზე გადასასვლელად, არა? იგივე თუ საუბრობთ სიტუაციაზე ან ურთიერთობაზე, იქნება ეს წყვილის. ვაუ, თუ კონტექსტის იმასთან დაკავშირებით, რაც მთლიანად ცვლის თქვენს რეალობას, არა? რადგან აქ სასწორზე დევს თქვენი ემოციური რეალიზაცია. და ასევე მატერიალური, რადგან აქ ორი კარტია, რომელიც ამაზე გვესაუბრება. არა? კარგი, თევზებო, მოემზადეთ კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც მოაქვს ეკონომიკური პროგრესი, რადგან ბორკილი შეიძლება იყოს რაიმე ეკონომიკური დაბრკოლება, არა? მოემზადეთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მისაღებად რესურსებთან და ფულთან დაკავშირებით. მოდის რესურსი, რომელსაც ელოდით, იქნება ეს სამუშაო, იქნება ეს ფული, იქნება ეს დრო, იქნება ეს ენერგია, იქნება ეს პროდუქტიულობა, იქნება ეს ნაყოფიერება. არა, აქ რესურსების ნაკლებობა არ არის. კარგი, ეს იცვლება, ანუ რესურსები იმატებს უხვად იქნება, რათა ასევე გარანტირებული გქონდეთ, ან დარჩეთ იმ სიმშვიდით, რომ გიზრდიან პროგრესს და დასაწყის პასუხისმგებლობით, პრაქტიკულობით. ამ ინიციატივით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენთვის წარმოდგება მეტისმეტად ხელსაყრელი კონტექსტი, ძალიან ხელსაყრელი, რათა შეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების ნიჭის მადლის მისწრაფებების განვითარება. კარგი, ეს არის ის, რასაც ეძებთ და ბოლოს იგრძნობთ თავს თქვენს მიზნებთან ერთად და თქვენ იგრძნობთ, რომ ბოლოს თქვენი მიზნები და შესაძლებლობები ცვივა მეტისმეტად ნაყოფიერ ნიადაგზე. და კარგი, ყველაფერი ძალიან ღირებული იქნება თქვენთვის, თქვენ თავად იქნებით ძალიან ღირებული სხვა ადამიანისთვის, რადგან დაფასდებით იმისთვის, ვინც ხართ, დაფასდებით იმისთვის, რის იმოტანად შეგიძლიათ, მაგრამ თქვენს მიიღებთ იმას, რაც თქვენს ღირებულებას შეესაბამება. მაშ წარმოიდგინეთ, რამდენს იგებთ. თქვენი ზრდა ამ ადგილას პრაქტიკულად გარანტირებულია. შთამბეჭდავია ის მართლაც მეუბნება, რომ ცაგიგზავნით ამ უზარმაზარ კურთხევას, რომელსაც თქვენს ცხოვრებაზე ანთებს ამ დიდ ოქროს. ჩვენ ვიცით, რომ ნაყოფიერი ნიადაგი იქ არის, ჩვენ მას ვხედავთ. თქვენ დაინახავთ, რომ ეს შესაძლებელია, მიწა ნაყოფიერია. თქვენ დაინახავთ, როგორ გაიზრდება ეს ჯანსაღად აყვავებულად. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ გახდით ამას შესაძლებელს. ასე რომ ის, რაც თევზებს ელოდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია. იცით რა ხდება? ეს დამოკიდებული იქნება იმ ვალდებულებაზე, რომელსაც თევზები დააკისრებენ საკითხს, გამძლეობაზე, მოთმინებაზე და პრაქტიკაზე, რათა კარგი მიიღონ ის, რაც სურთ და რასაც ელიან. მაშ წარმოიდგინეთ, რამდენად კარგი იქნება ეს ყველაფერი, არა? რადგან აქ გაქვთ რაღაც, რაც ძალიან მოგეწონებათ, მოგხიბლავთ. თუ რაიმე სწავლა გიწევთ, ისწავლით. თუ რამის გაზიარება გიწევთ, გააზიარებთ. თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლა აუცილებლად გიწევთ, ამას გააკეთებთ, რადგან არ გაჩერდებით მანამ, სანამ არ ისწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა მოთხოვნების დონეზე ყოფნისთვის. მაგრამ აიღეთ პასუხისმგებლობა, მაგალითად რაიმე პროექტზე, აიღეთ პასუხისმგებლობა, არ ვიცი, მოლაპარაკების ძალიან პასუხისმგებლიანად გათვალისწინებაზე, თქვენ იქნებით ძალიან პერსპექტიული საქმის მონაწილე. ასე რომ მოემზადეთ, რადგან სიყვარულის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები მოდის. თასების ორიანი იმის მანიშნებელია, რომ თქვენ და სხვა ადამიანი დაკავშირებული ხართ ძალიან შინაგანად, ძლიერი სინერგიით, სტაბილურობით, იმ სურვილით, რომ ეს ურთიერთობა ამუშაოთ, არა? ან გაიცანით ვიღაცან, ეცნობით ვიღაცას და იწყებთ იმ ადამიანთან ბევრი საერთო წერტილი პოვნას. ასევე შეიძლება ნიშნავდეს ახალი ეტაპის დასაწყისს. უკაცრავად არსებულ ურთიერთობაში, სადაც ცდილობთ განსხვავება შეიტანოთ იმასთან შედარებით, თუ როგორ აწარმოებდით საქმეებს, რადგან აქ არის მიზანი და ეს არის საქმის ამუშავება. ამიტომაც არის აქ ძალა strength, არა? ურთიერთობა სხვაგვარად კონსოლიდირდება, თუ თითოეული თქვენგანი ერთმანეთს ეძღვნება და უზიარებს ერთმანეთს ამას, ყველაფერს ურთიერთობის სასარგებლოდ. მე ის ვგრძნობ, რომ ის, რაც მოხდება, შეცვლის თქვენს რეალობას, რადგან ყველაფერი დატრიალდება ზრდის, ჯანსაღი ზრდის გარშემო თქვენი ცხოვრების ამ სფეროსთვის, მაგრამ ასევე კავშირშიც. წარმოიდგინეთ, რომ კავშირშიც რაღაც ახალი იწყებს გაღვივებას. ამრიგად, თევზებისთვის ჭარბობს ეს კავშირი, ეს მა. ეს თევზების ცხოვრებისთვის მეუბნება იმას, რომ გაქვთ მზაობა ვინმესთან დასაკავშირებლად. ცხადია, არა?
თქვენ დაინახავთ თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობის გაღვივებას მართლაც და თქვენ მას მოულით და თქვენ ყოველდღე აირჩევთ იმ ადამიანს, რადგან თქვენ და ის ადამიანი მზად ხართ ყოველდღურად აირჩიოთ ერთმანეთი. დიახ, რადგან თქვენთვის გზა ღიაა მომავლის ერთად შესაქმნელად, მომავლის გასაზიარებლად. ეს ცხადია, დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ შეინარჩუნოთ ის სურვილი და მზაობა გამძლეობისთვის, რათა დღითიდღე იყოთ ადამიანთან და აშენოთ კავშირი. აქაც უნდა წარმოაჩინოთ მოქმედებები, არა? კონკრეტული მოქმედებები ამ ურთიერთობისთვის. მე ასევე ვგრძნობ, რომ არაფერია მხარდაჭერის გარეშე, არაფერია სტაბილურობის გარეშე, აღარაფერია შეკრული. ყველაფერი, რაც მოდის სამუშაოს, ფულის ან ემოციური სფეროს ხელით, იქნება მხარდაჭერით, იქნება უსაფრთხოდ. ეს დამოკიდებული იქნება თითოეულზე, მაგრამ ზოგჯერ თასების ორიანი და მონეტების პაჟი Page of Coins ასევე ნიშნავს შვილის დაბადებას. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ამასაც, რადგან ეს შეიძლება იყოს ახალი ამბავი, რომელსაც დიდი ხანია ელით. თასების პაჟიდან, მაპატიეთ, მონეტების პაჟიდან, რაც მოდის აქვს საყრდენი უსაფრთხოება, გაბედული მიდგომა და მომავლის ხედვა, მაგრამ სჭირდება მუდმივობა, წესრიგი, პრაქტიკა და დისციპლინა. რათა იმან, რაც კეთდება, მოიტანოს შედეგი, რათა იმან, რაც შენდება, ასევე გქონდეს მყარი შედეგი. რადგან თუ დავაკვირდებით, ყველაფერი, რაც თქვენთან მოდის, დაკავშირებულია პროგრესთან, მიღწევასთან და კმაყოფილებასთან. კარგი, ნომერი 0. არაფერია. და ამავე დროს არის ყველაფერი. ის გვეუბნება, რომ თევზები ამ მომენტში თავიანთ ცხოვრებაში გრძნობენ, რომ არც დასაწყისია და არც დასასრული, რადგან თევზებისთვის ყველაფერი უსასრულოა. დროა განავითაროთ სულიერი მხარე, რადგან თქვენ იძენთ ახალ ხედვას და ყველაფრის გაგებას, როგორც სულიერის, ისე მიწიერის. ასე რომ, თქვენ ამ მომენტში უსაზღვრო ხართ, ყველაფერი ადვილად მოდის თქვენთან. მოდით დაუკავშირდეთ ამ მშვენიერ ენერგიას, თევზებო. ასეც იყოს, ასეა და ასეც იქნება.